მიმდინარე 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა ამ დროისთვის 55,917,000 ლარს აჭარბებს. ეს მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარების ფონდიდან ზესტაფონისთვის 1,119,000 ლარზე მეტი გადმოირიცხა. თანხის განკარგვის მიზნობრიობაზე სპექტრთან მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ია ჭუმბაძე საუბრობს. ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში. კერძოდ, რეგიონალური განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტს დამატებით გადმოეცა 1,119,500 ლარი შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად. საწაბლის გზის რეაბილიტაციაზე 584,000 ლარი, ფუთის გზის რეაბილიტაციაზე 280,000 ლარი. კვალიტში გუნიავების გზის რეაბილიტაციაზე 47,500 ლარი, გორგასალის ქუჩის რეაბილიტაციაზე 207,300 ლარი. გაიზარდა ბიუჯეტი არსებული თანხით და ბიუჯეტის მოცულებამ შეადგინა 55,900,000 ლარი.